მეექვსე ლექციის მესამე ნაწილში განვიხილოთ აზოტის ოქსიდის პათობიოქიმია. ადამიანის ორგანიზმში აზოტის ოქსიდი NO რამდენიმე გზით წარმოიქმნება, რომელთა შორისაც ძირითადს, როგორც უკვე აღნიშნეთ, წარმოადგენს მისი ბიოსინთეზი ამინომჟავა L-არგინინიდან. და სისხლში მოცირკულირე აზოტის ოქსიდის 90% სწორედ ამინომჟავა არგინინიდან წარმოიქმნება. არგინინი იჟანგება ფერმენტ NO სინთეზას საშუალებით, რომლის მოქმედების შედეგად წარმოიქმნება NO და ციტრულინი. აღმოჩენილია NO სინთეზას 3 იზოფერმენტი, რომელთაგან პირველი ლოკალიზებულია ძირითადად სისხლძარღვთა ენდოთელიუმში, ეს არის E-NOS-ი, ანუ ენდოთელური NO სინთეზა, მეორე ნეირონებში, ეს არის N-NOS-ი, ანუ ნეირონული NO სინთეზა და მესამე მაკროფაგებში და სხვა იმუნოკომპეტენტურ უჯრედებში, ეს არის ინდუციბელური NO სინთეზა, ანუ E-NOS-ი. პირველი ორი ნეირონული NO სინთეზა და ენდოთელური NO სინთეზა წარმოადგენენ კონსტიტუციურ ფერმენტებს. ენდოთელური NO სინთეზის მიერ სინთეზირებული აზოტის ოქსიდი მოქმედებს რა სისხლძარღვთა კედლებზე, განაპირობებს გლუვიკუნთების რელაქსაციას და იწვევს ვაზოდილატაციას. ამიტომ ენდოთელური NO-ი ორგანიზმში სისხლის წნევის ძირითად მარეგულირებელ ფაქტორს წარმოადგენს. რაც შეეხება ნეირონულ NO-ს, ის აგრეთვე წარმოადგენს კონსტიტუციურ ფერმენტს და ნეირონების გარდა აღმოჩენილია განივზოლიან კუნთებში, აგრეთვე პანკრეასის ბეტა უჯრედებში, ბრონქიოლების, საშვილოსნოს და კუჭის ეპითელურ უჯრედებში. ინდუცირებადი NO სინთეზა, რომელიც ძირითადად მაკროფაგებშია ლოკალიზებული, სინთეზდება და აქტივირდება ინფექციური აგენტების ან ანტიბიოტიკ პროცესების ზემოქმედებით. NO, რომელიც ინდუცირებადი ფერმენტის საშუალებით სინთეზდება, იწვევს არა მარტო ინფექციური აგენტების განადგურებას, არამედ თვით მაკროფაგების აპოპტოზსაც. NO სინთეზას სამივე იზოფორმა აღმოჩენილია თირკმელებში. NO სინთეზას კონსტიტუციური ფორმები, ანუ ნეირონული და ენდოთელური NO სინთეზა აქტივდებიან კალციუმის იონებით და კალმოდულინით. კალციუმის უჯრედში დამატება ამ ფერმენტების ხანმოკლე აქტივაციას იწვევს, რაც უჯრედში აზოტის ოქსიდის წარმოქმნას განაპირობებს. ვინაიდან აზოტის ოქსიდი ადვილად დიფუნდირებად ნაერთს წარმოადგენს, ის თავისუფლად გადაადგილდება უჯრედებში და მისი ბიოლოგიური აქტივობის გამო მოქმედებს შესაბამის ეფექტორებზე, როგორც ნეირომედიატორი ან ნეირომოდულატორი. კონსტიტუციური ფერმენტისგან განსხვავებით, ინდუცირებადი NO სინთეზა სუბერთეულის ფორმით მჭიდროდ არის დაკავშირებული კალცი-კალმოდულინის კომპლექსთან და ამდენად უჯრედში და კალციუმის მატება მასზე არ მოქმედებს. აზოტის ოქსიდის ბიოლოგიურ და ფარმაკოლოგიურ პოტენციალს ამ ნაერთის ფიზიკო-ქიმიური თვისებები განაპირობებს. NO წარმოადგენს თავისუფალი რადიკალის შემცველ ნაერთს, რადგანაც მის მოლეკულაში შედის გაუწყვილებელი ელექტრონი. ვინაიდან აზოტის ოქსიდის სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წამს არ ეღემატება, ის სწრაფად გადის ბიოლოგიურ მემბრანებს, მოქმედებს ჰემის შემცველ ფერმენტებზე და იწვევს მათი აქტივობის მოდულაციას. აზოტის ოქსიდის ერთ-ერთ ძირითად ეფექტორს ჰემშემცველი ფერმენტი გუანილა ციკლაზა წარმოადგენს, რომლის გააქტივებაც განსაზღვრავს NO-s მოქმედებას სისხლძარღვთა კედლის გლუვკუნთებზე, თრომბოციტებზე და სხვა უჯრედებზე. აზოტის ოქსიდის ნარჩენი ნაწილი სწრაფად რეაგირებს წყალთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნიტრიტი, რომელიც ცილებთან, კერძოდ ჰემოგლობინთან, მიოგლობინთან, კინაშემცველ ფერმენტებთან ურთიერთქმედების გამო შესაძლებელია გარდაიქმნას ნიტრატად და შესატყვის ჰემის მეტნაწარმად. მაგალითად, ერითროციტებში აზოტის ოქსიდის დიფუნდირების შემთხვევაში ის ურთიერთქმედებს ოქსიჰემოგლობინთან, რის შედეგადაც წარმოიქმნება ნიტრიტი და მethემოგლობინი.
როგორც უკვე აღნიშნეთ, მაკროფაგების მიერ დასინთეზირებული NO, როდესაც ის გამოიყოფა დიდი რაოდენობით, ატარებს ბაქტერიოციდულ და ტოქსიკურ თვისებებს. მიკროორგანიზმების განადგურება წარმოებს მას შემდეგ, როდესაც მაკროფაგებით იმპრეგნირებული NO-სგან და სუპეროქსიდული ანიონ რადიკალისგან მიკროორგანიზმის უჯრედში ჯერ პეროქსინიტრიტი, ხოლო შემდეგ ჰიდროქსილის რადიკალი წარმოიქმნება. და ეს პროცესი თუ ნორმალურ ქსოვილში წარიმართა, ის მის დაზიანებას და ნეკროზს იწვევს. აზოტის ოქსიდის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იცვლება სქესის, ასაკის, კვების, ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციური მდგომარეობის და პათოლოგიების დროს. მამაკაცების სისხლის პლაზმაში ნიტრატების კონცენტრაცია დაახლოებით 2-ჯერ აღემატება ქალების სისხლის პლაზმაში არსებულ ნიტრატებს. გარდა ამისა, ირკვევა, რომ მამაკაცების ამონასუნთქი ჰაერი შედარებით უფრო მდიდარია აზოტის ოქსიდით. მამაკაცების და პოსტმენოპაუზის შემდეგ ქალების სისხლის პლაზმაში აზოტის ოქსიდის რაოდენობა ტოლია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ NO-s მეტაბოლიზმში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება ესტროგენებს. ზოგიერთი ავტორის მონაცემით, NO-s რაოდენობა სისხლის პლაზმაში იცვლება მენსტრუალური ციკლის დროს. ფოლიკულურ ფაზაში აზოტის ოქსიდის რაოდენობა სისხლის პლაზმაში მატულობს. ესტროგენების ინექციები ქალებში და არა მამაკაცებში განაპირობებს სისხლში ნიტრატების მატებას, განსაკუთრებით პოსტმენოპაუზის შემდგომ პერიოდში. ამენორეის მქონე ქალების სისხლის პლაზმაში, რომლებსაც ჰიპერპროლაქტინემია ახასიათებდათ, აზოტის ოქსიდის შემცველობა იყო მომატებული და კორეგირდებოდა შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ. აზოტის ოქსიდის რაოდენობა სისხლში და შარდში მატულობს ინფექციური დაავადებების და ანთებითი პროცესების შედეგად. ნიტრიტის მაღალი კონცენტრაცია შარდში უროგენიტალური ინფექციების ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს. მაკროფაგული NO, რომლის პროდუქციაც 1000-ჯერ იზრდება ანთებითი პროცესების შედეგად, მომატებულია სეპტიკური შოკის, ციროზით გამოწვეული ენდოტოქსემიის, სისტემური ანთებითი სინდრომების, ორგანოების მრავალმხრივი დაზიანების, შიცის შედეგად გამოწვეული ინფექციების დროს. ასევე ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგენილია, რომ აზოტის ოქსიდის და მისი მარილების მატება სისხლის პლაზმაში იმუნური აქტივაციის მარკერს წარმოადგენს. ენდოტოქსინის შეყვანა ექსპერიმენტულ ცხოველებში ინექციის 20 საათის შემდეგ განაპირობებს NO-s 20-ჯერად მატებას. აზოტის ოქსიდის პროდუქცია იზრდება სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატების, ციტოკინების, ჰორმონების, კერძოდ ინსულინის, პარათიროიდული ჰორმონის, ნატრიურეზული პეპტიდის მოქმედების შედეგად. აღმოჩენილია ნიტრატების მომატებული კონცენტრაცია სისხლში რევმატოიდული და ოსტეოარტრიტების დროს. რაც შეეხება NO-s მნიშვნელობას სისხლის მიმოქცევის და არტერიული წნევის რეგულაციაში, დადასტურებულია მრავალმხრივი გამოკვლევებით. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ენდოთელური NO-s სინთეზა, რომლის დისფუნქციაც დაკავშირებულია ათეროგენეზული პროცესების ინტენსიფიკაციასთან და საგრძნობ ცვლილებებს განიცდის ასაკის მატებასთან მიმართებაში. აღმოჩენილია უარყოფითი კორელაცია სისხლის პლაზმაში აზოტის ოქსიდის კონცენტრაციასა და ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას შორის. აგრეთვე კლინიკურ ექსპერიმენტული გამოკვლევებით არის დადგენილი აზოტის ოქსიდის როლი თირკმელების ფუნქციაში. ჩატარებული გამოკვლევებით გამოვლინდა პოზიტიური კორელაცია აზოტის ოქსიდის და კრეატინინის კონცენტრაციებს შორის სისხლის პლაზმაში, რაც მიუთითებს ამნაერთის მნიშვნელობაზე თირკმლის კლირენსულ პროცესებში. თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში NO-s რაოდენობა დაახლოებით 60-ჯერ აღემატება სისხლის პლაზმაში მის ნორმალურ მაჩვენებლებს.
რაც მიუთითებს ამნაერთის შესაძლებელ მნიშვნელობაზე რენოვასკულარული ეთიოლოგიის ჰიპერტენზიის ინდუქციაში. ხანმოკლე და ხანგრძლივი ანტიოქსიდანტური თერაპია განაპირობებს ერთის მხრივ არტერიული წნევის დაქვეითებას, ხოლო მეორეს მხრივ აზოტის ოქსიდის მასიურ ექსკრეციას, რაც ამ ორი პროცესის ურთიერთკავშირზე უნდა მეტყველებდეს. აღინიშნება კარდიალური ენოს მომატება გულის დაავადებების შემთხვევაშიც. ასე მაგალითად, კარდიომიოპათიის მქონე ავადმყოფებში აზოტის ოქსიდის კონცენტრაცია სისხლში ნორმასთან შედარებით მომატებულია. იზრდება ამნაერთის შემცველობა გულის ქრონიკული დაავადებების დროსაც. ამრიგად, შესაძლებელია დავაწყვნათ, რომ აზოტის ოქსიდის კონცენტრაციული მერყეობა სისხლის პლაზმაში მრავალი ტიპის დაავადების მნიშვნელოვან სეროლოგიურ კორელატს წარმოადგენს, რომლის ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ავადმყოფთა მდგომარეობა. ინდუციბელური ენოსინთეზის აქტივაცია და აზოტის ოქსიდის მასიური პროდუქცია, რომელსაც ადგილი აქვს ორგანოთა დაზიანების, ინფექციის თუ ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს, განაპირობებს თირკმელების და გულსისხლძარღვოვანი სისტემის დესტრუქციას, მაშინ, როდესაც არაინდუციბელური ფერმენტით აზოტის ოქსიდის ხანმოკლე ფორმირება ვაზოდილატაციურ ანტიიშემიურ ეფექტებთან არის დაკავშირებული.